მოგესალმებით, დადგა 4 შაბათი საღამოს 8:30 მეგახლავართ გიორგი დარასილია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო ყველა ის ადამიანი, ვინც გასასრელს შინახავთ, ვინც პატიმრობას შინა განსაკუთრებით პატიმრები და მოვიკითხო და ის ადამიანები, ვინც უცხოეთში ხართ, ემიგრაციაში, ყველას ბედნიერება და სიხარული უნდა გისურვოთ და ყველას ვისაც ტკივილი გაქვს, ზოგი სამოთყოფოში ხარ, ზოგი ლოგინად ხართ მიჯაჭვული ხო, ყველას მინდა რომ ხვალინდელი დღის სილამაზე და იმედი გისურვოთ. არც არ დაკარგოთ იმედი, ყველაფერი იმიტომ მირევა, რომ ჩვენ დავჩეთ უიმედო და დღეს ყავს ძალიან მაგარი სტუმრები, მამა ექვთიმე ყავს და პატარა ალექსანდრე, რომელიც ავიცი, აი, ჩემთან გადაცემაში სტუმრობის შემდგომ, ჩემ გადაცემას ავიცი, ერთი 10ჯერ უფრო მეტი მსმენელი ყავს. ძალიან დიდი მადლობა ალექსანდრე, ესე რომ მოდიხარ ხოლმე და გვახარებ ხოლმე, როგორ ხარ? კარგად, თქვენ მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. ძალიან მიხარე, სულ ველოდები ხოლმე რომ მეთქი როდის მოიცლისო, რაღაცნაირად მოგიწიო ხოლმე. მადლობა დიდი და ეხლა მინდა რომ მამაოს დაუსვაო კითხვას და მე შენ დაგისვამ აუცილებლად რაღაც კითხვებს, იმიტომ რომ აი ხა ჩვენ მე და მამაო რასაც ვისაუბრებთ, აქედან გამომდინარე მე შე როგორ შეაფასებ ამ ყველაფერს, ძალიან მაინტერესებს და ვიცი რომ კარგ შეფასებას გვეტყვი შენ და ესე და მამაო დაგულოცე თუ შეიძლება დიდი მადლობა. გიორგი დიდი მადლობა მოწვევისათვის და მეც მინდა თქვენი პათოსი გავიზიარო და ყველას ადამიანი ვინ დღეს გასაგები მიზეზების გამო მოწოდელია თავის ოჯახებს ინებოს უფალმალო მალე დაბრუნებულიყვნენ საკუთარ ოჯახებში. ამინ, ძალიან დიდი მადლობა და მამაო ამ თემას სპეციალურად აი ვინახავდი იმისათვის რომ თქვენთან მესაუბრა ამის შესახებ და შენდობის კვირა მოდის. მარხვა იწყება. თუ შეიძლება მამაო თქვენი რჩევები გვაინტერესებს ამასთან დაკავშირებით და შენდობასთან დაკავშირებით და აი როგორ უნდა დავიწყოთ საერთოდ მარხვა ეს დასაწყისი როგორი უნდა იყოს რომ პატიება ადამიანობა ვისწავლოთ. კი ბატონო, მე მინდა თქვენს ნებართ გიორგი ერთხელ მადლობა გამოხატო უფლის მიმართ, რომ კიდევ ერთხელ გვაძლევს საშუალებას რომ ყველა მორწმუნე ადამიანსაც მნიშვნელოვან მომენტისათვის კიდევ ერთხელ ვესწრებით ჩვენ აი ამ დიდ მარხვას მოგეხსენებათ როგორ დაწყებულია დიდ მარხვის მოსამზადებელი პერიოდი და აგერ უკვე ეხლა კვირას იყო მეზორე დაფარისების კვირა, ეხლა მოდის უძღებიშვილის კვირა, შემდგომში არის ხორციელის კვირა და უკვე 2 მარტს ეს არის შენდობის ანუ მიტევების კვირა, როდესაც დედა ეკლესია იხსენებს ამასთან ერთად ადავის 60-დან გადავნასაც, ხო და ამიტომ ეს ყველაფერი რატომ დააწყეს ეკლესიამ, ყველაფერი ემსახურება სწორედ იმას, რომ ადამიანს გაუადვილდეს ქრისტიანულ გზაზე სიარული, იმიტომ ჩვენ არაერთხელ გვითხოვთ სადღაც რომ ქრისტიანობა ესე ურთულესი გზა არის, ურთულესი გზა და ამიტომაც უფალმა როდესაც მობრძანდა ყველაფერთან ერთად ჩვენ დაგვიტოვა ასე ვთქვათ მოძრაობა ცნებების სახით, რომელიც ემსახურება ისევ და ისევ ადამიანის სულის გადარჩენას, იმიტომ რომ ძირითადი მიზანი ადამიანისა, როგორც ცნობილი არის სწორედ ძიება ცათა სასუფეველოსგან და სვლა აი ამ გზაზე. და აი ამ რგოლში ჯარში ცნებებისა თავი ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი უკავია სწორედ მიტევებას, იმიტომ რომ თვითონ საუბოლო ლოცვაშიც აი მამაო ჩვენოსში ჩვენ ვეუბნებთ უფალს რომ მოგვიტევოს თანადროულად ჩვენ ისე როგორც ჩვენს მეუბნებთ ჩვენთან, ამიტომ სწორედ ხსნა ადამიანის და ცოტა მიტევება გადის სწორედ ურთიერთ მიტევებაზე, ურთიერთ პატივისცემაზე და ამიტომაც არის უფალი წმინდა წერილში არაერთ ადგილას უშუალოდ ხას უსვავს აი ამ უმთავრეს მცნებას რომ თუ კი მიუტევეთ ჩემი ზეცი მამას მოგიტევეთ თქვენ და თუ კი არ მიუტევეთ მაშინ არც მოგეტევებათ აი მიუტევეთ და მოგეტევებათ რა ზომითაც მიუტევეთ იმ საზომით მოგიტევება და ეს არის უმთავრესი იმ რომლის გარშე შეუძლებელი ადამიანმა თუნდაც ერთი ნაბიჯი წინ წაეძიოს სულიერ ცხოვრებას თუმცა არის ძალიან რთული აი როდესაც მოდის ხოლმე დაგვიხდება საუბარი რეულთან და ზოგადად ადამიანთან ყველაზე მეტად უჭირთ ამის გადალახვა იმიტომ აი ბევრს უთქვია რომ შეიძლება ყველაფერი ადვილად დავძლო მაგრამ რატომღაცო უჭირთ აი მიტევება და ამ დროს ამის ალბათ ერთი მთავარი მიზანი ის არის რომ ჩვენ პირველ რიგში უნდა გააცნობოს ადამიანმა რომ ერთია რომ ადამიანი ცოდავს ეს რა თქმა უნდა თავისუფალ ცხადია მაგრამ მეორეა რომ თვითონ ადამიანი ამას ვერ ხვდება იმ მომენტში რაც აკეთებს იმიტომ ის ამას რო იაზრებდეს ამას აცნობიერებს ბუნებრივია ის არ შეცოდოდა ამიტომაც არის რომ უფალი აი ჯვრიდან როგორ ევადრება ზეცურ მამას რომ
მიუტევოთ ცოდანიო მის ჯვარცმცემელებს, იმიტომ რომ არასაკეთებენო არ იციანო და არაერთი წმინდანი შემდგომში იგივე აი სტეპანო პირველი დიაკონიც გახსოვთ თქვენ როცა ქოლავდნენ ევედრებოდა უფალს რომ მიეტევებინათ ცოდანი იმიტომ რომ როცა ამას გითხარით იმ მომენტში ადამიანი ფაქტურად ვერ იაზრებს ასაკეთებს და ამიტომ მაცხოვარიც ჯვარცმული ხო მიუტოვ კი ამას ეს თქვი უკვე იმიტომ რომ სამწუხაროდ ესე ადამიანი იმიტომ ცოდნაცემის შემდეგ გახდა მიდრეკილი ადამიანის ბუნების ცოდნისაგან და უკვე არ შეგვიძლია ჩვენ თუნდაც ის გავსაზრდოთ რა არის ჩვენთვის კარგი რა არის ჩვენთვის ცუდი ამიტომ უცნაეს უფალიზოთ ჩვენ ამის გარშე შეუძლებელი ადამიანს წინ წაეწევოს სულიერ ცხოვრებაში როგორ უნდა გავიადვილოთ მამო ეს ყველაფერი იმიტომ ძალიან რთულია მაგრამ თქვენ წეგან ახსენეთ რომ რთული არის პატიებაზე რთული მე მგონი არაფერი არ არის ადამიანისათვის აი მარხვა ფიზიკური რაღაცა სათნოებები რაღაცები ის არის აი პატიებაზე რომ მიდის საქმე ყველა ბკოლდება ყველა ჩერდება იმ წამს და ყველა რაღაცა ფიქს აი გაცემა ყველაფერს სწავლობს ადამიანი მაგრამ აი ამ გარდაპატიების კი ძალიან რთულია კი იმიტომ რომ ნაბიჯ გიორგი ესაც დაიძლევა იმიტომ რომ აი წეგან თქვენ ახსენეთ ახლა აი იმიტომ რომ მარხვა ლოცვა ეს ამას ყველა წმინდანი უწოდებს ორ ფრთას რომელსაც შეუძლია ადამიანის ზეცაში აიყვანოს ამ ლოცვა და მარხვა და მარხვა რატო არის ეს ხორცელი მარხვა იმიტომ რომ შინაგანი სულიერი მარხვა გაგვიადვილდეს და ადამიანმა შეძლოს საკუთარი თავის შეცნობა დანახვა საკუთარი ყველა უარყოფითი მხარის თავიდან რა თქმა უნდა შეიძლება უცოდ ვერ დაძლევოს ეს ბარიერი და თუ მიტევების თემაზეა საუბარი ხო მაგრამ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ როცა ის გაიაზრებს რა არის ცოდვა და დაუშვათ და მოინდომებს უფალი შეეწევა იმიტომ უფლის მადლის გარეშე რა თქმა უნდა შეუძლებელია ადამიანმა იმიტომ რომ ამ როცა უფალი ხედავს თუნდაც მცდელობას ის უკვე თვითონ გვეხმარება აგე მე ახლა უძღებიშვილის კვირა მოდის და ეს არის საუკეთესო მაგალითი ხო ცოდით დაცებული კაცობრიობისა კი და შემდეგ როგორ მიიღო გადაწყვეტილება და დაბრუნდა მამის წიაღში ამ დროს ახდება რომ მამამისი ეგებება შუაგზაზე ხო და იკრავს გულში და აღადგენს იმ პირველ პატივში რა პატივს ის იყო აი ეს არის ჩვენთვის მაგალითი რომ ჩვენ ამის გააზრებით ამის ახმით და გაანალიზებით ჩვენ ყოველთვის გვქონდეს უბლის იმედი იმიტომ რომ მონდომებაზეა ჩვენს და თუ კი ადამიანი მოინდომებს იმიტომ რომ ყველა წმინდანი ხო თავიდან წმინდანი არ იყო და ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ და მათ დაძლეს ეს და შეძლეს და თუ ეს შეძლეს ესე იგი ჩვენ შეგვიძლია იგი გავაკეთოთ ხო ამიტომ მაგას რა თქმა უნდა უფალი როდესაც დაინახავს აი უძღებიშვილის მაგალითს არ იყოს შუაგზაზე მიეგებება ცოდე ადამიანს და უფრო აქეთ მეც ორდაბის გადმოდგას ჩვენსკენ ამიტომ ღვთისწყალობით ღვთის შეწევნით ადამიანი მიდის და ბევრი ესეთი მაგალითებიც არის მაგალითად რომ აი უკვე თავიდან როცა იწყებს ეკლესიურ ცხოვრებასა გავს ნაბიჯებს ნელ ჯერ ლოცვა უჭირს ეკლესიაში შერული უჭირს ხო ბრძოლები ერთობა ადამიანს ამ დროს და უნდა დააბრკოლოს არ მიუშვას იქამდე ხო და ღვთისწყალობით შეწევნით ამას ძლევს და საბოლოოდ მიდის იმ დასკვნამდე რომ რა თქმა უნდა მე უკვე როცა ხედავს და ამას გაიაზრებს რა თქმა უნდა მიტევას უკვე ადვილი ხდება მე და შეთხოვთ უფალს ყველა ადამიანს მოცეს ამისი ძალა და ამისი იმიტომ ყველა ადამიანს ჩადებულია უფლის მიერ ეს ბრძოლის უნარიანობა თავი ყველაფერი ჩვენზე დამოკიდებული როგორ მიუდგებით ამა თუ იმ საკითხებს მამო აი ადამიანები რომლებიც მაგალითად ვერ შეძლეს რომ ვიღაც მიეტევებინათ რაღაცა ნუ აი პრობლემის და გამო ნუ ადამიანს ნელი ამ სირთულის გადალახვა თუ შეიძლება და რამდენად შეიწირვების მათი სხვა საქციელი რომელიც ღვთიურია თუნდაც მარხვა თუნდაც ეკლესიაში სიარული ლოცვა და ასე შემდეგ აი არ მიუტევა ვიღაცასთან რაღაცა ნაწყენია ნუ არის ესეთ კონფლიქტური სიტუაციები ხო მაგრამ არის ეკლესიური ამასთან ჭალებში ერთი ესეთის გამახსენდა გიორგი ერთ-ერთი უბრალოდ სახელი ხლა ვერ ვიხსენებ ერთ-ერთი წმინდა ცხოვრებაში რომ თავის მეგობართან ერთად მოღვაწეობდა უდაბნოში და ურთიერთობის ყვავილი ჰქონდა ძმორი ყველაფერი და ეშმაკიო მათ შორს ჩათესავს რაღაცა ღვარც და ნუ წაეკიდებენ ერთმანეთს მოკლედ რა და ერთ-ერთ შემდეგ ნუ წარადგენენ სამჟავროს უნდა აწამონ და ეს ითმის სანაჯურს და ეს მივა მეორე და ევედრება რომ შემიდეო მომიტევო რა მაპატიო რაცო ესა და ის არ გაპატიებო და ამ დროს წერია რომ მასო ეს ღვთისმადლი ჩამოეცლებო შეგვეცლება და უკვე ვერ დაიტანს იმ სათანჯოლებს და უარყოფს ქრისტეს და ესო დაინახავს ეს არ გააკეთო ოღონდ და მე თვითონ იმისაცაც ამას აწამებენ ანუ
ერთი ცნების დარღვევის შემთხვევაშიც კი ადამიანი ვერ შევაო სასუფეველში ამას გვასწავლებს ზედა ეკლესია და მთელი მოძღვრება, ხო? ამიტომ ეს არის უმთავრესი მოთხოვნა უფალს, რომ თავთ უფალი ბრძანებს, ხო, თავისი პირით, რომ თუ არ მიუტევეთ, არ მოგეტევებათ. ამიტომ აქ არის ყველაზე უცხადესად ნათქვამი, მაგრამ მიუხედავად იმისა, უდესი სირთულე არის ეს, მაინც ძალიან თქვი, რომ ღვთისყავლობით, ღვთის შეწევნით, ამასაც მიაღწევს ადამიანს, იმიტომ ძალიან წმინდანების მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ მათ ეს შეძლეს. მათ იგი არის სტეფანე პირველი დიაკონმა და სხვებმა რამდენი იყო, რომ აი წამების დროს საშინელი საშუალებით იცით თქვენ ეს რომაელებს ჰქონდათ ესეთი საშინელი ტანჯვის იარაღები და საშუალებები და აი ამ დროს ყველა ეოდრებოდა ხოლმე რომ მიეტევებინათ მათი ტანჯვლებისათვის შეენდოთ და ამიტომ ეხლა შეიძლება ცოტა უცნაურად მოეჩვენოს დღეს 21 საუკუნის ადამიანს, მაგრამ იმ მომენტში უფალი ძალს რო გაძლევს, ხო, აი ალბათ იმ ტკივილსაც ვერ არწევ და ეს მადლი გიცავს ამ დროს და იგივე ჩვენი ძალიან ხშირად იმყავს რომ წმინდა ქეთევან დედოფლის მაგალითის მოყვანა რომ ერთი კუნეს არ აღმოხდენი ამ წმინდა დედას რომ მას ცოცხლად ასე ვთქვათ შანთებით მოგვიძეს მკერდი და საშინელი მაშინელი მსოფლიოს სხვა ელჩები ესწრებოდნენ თავის საკუთარ თვალით იხილეს ხო და აი ეს არის უფლის მადლის მოქმედება და ყოველთვის უნდა გქონდეს ჩვენ უფლის იმედი უფლის იმედი და ყველაფერი რა თქმა უნდა კარგად იქნება ამ შემთხვევაში. და მამაო, საერთოდ ხშირად ხდება ხოლმე, რომ იგრული მყოფები მოქმედებენ ძალიან რა ადამიანზე, რომ აი მაგალითად ვიღაცაზე გაქვს საპატიებელი, ვიღაცამ დაგიშავა, ვიღაცის გამო შეიძლება არ იმასქნა, რა ქვია. ერთი გამახსენდა, რომ ისეთ რაღაცას აპირებდა იმის გამო, რომ ხალხი რა სიტყვისო, ხო? აი ამას როგორ გავექცეთ, მამაო, იმიტომ რომ ხშირად ხდება, რომ აი მაგალითად შენი გულით არ გინდა, რომ იმას ამაგერო გადაუხადო, მაგრამ ფიქრობ, რომ ამ ხალხის წინაშე მე შეურაცხყოფილი ვარ და მე ეს უნდა ამოვიღო, ხო, რაღაცნაირად და აი ეს რაღაცა დემონურ სიტუაციას გიქმნის და შენ იმას ფარავს და ამ ხალხს ახარ დამოკიდებული, რომ აი ეს ხალხი მერე ტაშ დაგიკრავს, რომ აი შენ როგორ გაეცი პასუხის სიტყვაზე და როგორ ვერ დაგამცი რა იმან. ამ დროს თუ დამცირდები და რაღაცა შენთან უფალი იქნება და ძალიან მაგარიც არის, რომ თუ წინა გამო დაითმე, ხო, და მორწმუნე ადამიანი ყოველ შემთხვევაში უნდა ირჩევდეს იმ გზასაც უფალმა გვიჩვენა და იმ მოძღვრების აღარ უნდა გადაუხვდეს იქიდან. ამიტომ იყო რომ მორწმუნე ადამიანი ყოველთვის განიცდიდა და სხვების მხრიდან იგივე დაცინვას, შევიწროებას, აბუჩად აგდებას, ხო? რამდენი ესეთი შემთხვევები იყო დაცინოდან ხოლმე, მაგრამ ეხლა საბოლოოდ ვინ გამოვიდა გამარჯვებული, რა თქმა უნდა, ის ვის არჩევანი გააკეთა აი ამ საუფლო მცდელობის მხარეს და არა დაუშვათ. იმიტომ ესეთი მსგავსი სამწუხაროდ არის ესეთი აზროვნება, რომ აი შენ აუცილებლად პასუხი უნდა გაცე სამოგრებო გადაუხადო, იმიტომ ეს დამთავრდა, ხო, კბილი-კბილისაც წილდა. სისხლისსაც წილდა დამთავრდა, ხო, ეს იყო რაღაცა ძველი აქტმაში, იცით თქვენ რომ სამაგიროს შურიძეების მომენტები ხომ და ეს უფალმა დაამთავრა ეს ყველაფერი. ეხლა ახალი აქტმა, ახალი მოძღვრება და ჩვენ თუ ვართ და ესეც უნდა ვიყვეთ, რომ მივიჩნდეთ თავს ახალი აქტმის ეკლესიის წევრად, მაშინ ყველაფერში უნდა გავიზიაროთ უფლის მოძღვრება და დავეთანხმოთ, იმიტომ რომ ეს არის მაცხოვნებელი და გადამრჩენი, იმიტომ რომ სხვა გზა და სხვა საშუალება, სხვა მოძღვრება უფალს ჩვენც არ მოუწია, ხო? და რა დაშვებებია, მამაო, აი თუ შეიძლება, ხშირად არის ხალხ დარწმუნებული ამ რეული მოდის თქვენთან, რომელიც აი სიტყვაზე ვიღაც ვერ პატიოს, იმიტომ რომ აზრი არ აქვს იმის პატიებას სიტყვაზე და აი ამ შემთხვევაში თქვენ რა დაშვებებს უშვებთ? აი თუ აზიარებთ, თუ არ შეიძლება სიტყვაზე რომ ეზიაროს ეგეთი ადამიანი. ან რაღაც აი მაგალითად მართალი ან ვერ მიდის, ვერ იმაშვება. აი ამ შემთხვევაში რა შეიძლება რომ დაიწყოს? თვითონ როცა ვერ პატიოს ამაზე. დიახ, ხო, აი ხშირად არის ხოლმე ერთ ზალდედამთი რომ აიღო, ხო? გამორიცხული ის რომ შეარიგო, ხვალ იგივე მოხდება რაღაცა და მე შენც ვარდები უხერხულში, ხო? აი ამ შემთხვევაში მამაო, როგორ უნდა იმასქნა, რომ აი მოვიდა მაგალითად ადამიანი, რომელსაც უნდა ან ზიარება, ან ეკლესიურია და ნუ ამ პრობლემის ქვეშ არის, ხო? თუნდაც მეუღლესთან დაშლი რამდენი კონფლიქტი და პრობლემაა, ხო? აი აქ როგორ იმაშვება მამაო, ეკლესია როგორ იქცევა და თვითონ მოძღვარმა. ყოველ შემთხვევაში ესე ვცდილობთ ხოლმე ჩვენ რომ მე პირადად რომ ადამიანს რა კუთხითაც უჭირს ახლა ეს კიდევ დაუშვათ პიტევების თემა თუ სხვა იგივე სხვა ცოდებიც ხო ის არის ხო რაღაცა ხო ნებისმიერ ცოდვაზე ხო მე ვცდილობთ ხოლმე რომ აი იმ კუთხით იგივე რაც არის სწავლობები მათთა სწავლობები მე ესე კურთხევას ვაძლევთ ხოლმე რომ წაიგით ხომ გაეცნო გაიაზრონ ეს ყველაფერი იმიტომ რომ ზიარებაზე რომ მოდის ადამიანი ის უნდა შეგნებულად მოდიოდეს ზე უნდა იცოდეს რა არის ზიარება რას ეზიარება რა ხელა სიწმინდე თავად უფალი შედის ამ დროს მასში ხო და ამიტომ რატომ არის ზიარების წელოცებში და ისა რომ ჩვენ
ვის შედგენილია ესა დიდი მამების, ბასილი დიდის, იონე ოქროპირის, მაკარი დიდის და ისინი თხოვდნენ, რომ ესე იგი პატიობას ითხოვენ თუმცა უღირსად ზიარებისათვის, ხო და ჩვენ ახლა იმათ შეხედებით ვინ ვართ. ამიტომ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვაძლევთ ხოლმე გარკვეულ დროსაც, რომ აი კარგად გაიაზრონ, გაეცნო ამათ იგივე საუბრებში ყველაფერში და ღვთისმსხალობით არის ხოლმე რომ შემდეგ ბევრი ადვილად ძლევს ამას. თუმცა იმიტომ რომ ზოგი დაავადება იცით თქვენ რომ ადვილად იკურნება, ზოგს მეტი დრო ჭირდება, მეტი წამონა, ესეც არც დაბრკოლდეს რა თქმა უნდა, არც დაბრკოლდეს და არც დაუშვათ ისეთ რომ საერთოდ ჩამოცილდეს და ეკლესიას და ვცდილობ ყოველ შემთხვევაში რომ თუ კი ადამიანი მოვიდა ეკლესიაში, იქიდან არ უნდა გაუბრუნოთ ის და ჩვენი რაც არის ჩვენს დამოკიდებული, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ის ადამიანი დარჩეს და გახდეს კარგი ქრისტიანი და კარგი მორწმუნე. დიახ, ძალიან დიდი მადლობა და მამაო, თან რა არის ეს ყველაზე დიდი რთული თემა არის, რომ როცა ვიღაცას გაი სიტყვაზე მოგიკლავენ ან რაღაცა ძალიან ძნელი ამ ყველაფრის დატევა ის და ანუ ამისათვის აი შეიძლება მომზადება, ჩემზადებაც არის ხო საჭირო რაღაცნაირად ისა რა ქვია. აი თუ შეიძლება მამაო, რა არის ეკლესიაში რომ მოდიხარ პირადი და რა არის რომ მოძღვარს უნდა დაეკითხო ან აი ეკლესიის კანონი რომელსაც უნდა აყვე მაგალითად აი მარხვისას მაგალითად ეხა პირადია როცა სიტყვაზე მე მარხვას ვიცამ და აღსარებას უდრის ჩაგავი რაღაცა შეიძლება ეს რაღაცა ჩემი სულის მიხედვით იყოს მაგრამ რა არის ის რაც არ არის ჩემი პირადი და აუცილებლად სიტყვაზე ესე უნდა მოხდეს მაგალითად ხო ეხლა რაც ვინც მოდის პირველად ეკლესიაში იმას უნდა უფრო მეტი ასე ვთქვათ მუშაობა მეტი დროის დათმობაც წანს უგითხართ ესაც აუცილებელი, იმიტომ რომ თვითონ ეკლესიაში მოსვლა რა თქმა უნდა კარგია, წირვაზე დასწრება, თუნდაც ამ ყველაფრის მოსმენა, იმიტომ რომ ამხელა მადლი გადმოწ თუნდაც წირვაზე, რომ ადამიანი იქიდან რომც არ ეზიაროს და აი შემთხვევითაც ბევრი შემოსულა, ხო, დაუწევს თუნდაც ეგ ტაძარში, აი რომც არ იყოს მსახურება, მაინც გამოდის დამშვიდებული, იმიტომ ღვთისახლია და გარკვეული ამხელა მადლი ტრიალს მით უმეტეს წირვის დროს. ხო და როცა მთელი მიწა და ზეცა ერთად ზეიმობს, ხო იქ არის მსახურებენ, თავად უფალი დედაღვთისმშობელთან წმინდანებთან ერთად. ხო და ამიტომ ამას როცა უხსნით ხოლმე და ადამიანი შემდეგ ნენელა ამასაც იგებს, მიდის იმ შეგნებამდე რომ იმიტომ რომ წინას თქვი რომ ქრისტემ მოგცა ერთი მოძღვრება, ხო, დაუშვათ იქ რატომ არის გიორგი რომ აი აპოკალიფსში ნახსენები, ხო, ნუ იქნებითო ნელთბილიო უფალი ის მიმართოს, ხო? ხო. ადამიანი უნდა იყოს გულანთებული ან უნდა უფალთან, იმიტომ ეს არის ერთი საუფლო, სამეუფლო გზა, რომელიც არის გზა ხსნისა და გადარჩენის და მეორე ფართო გზა, რომელსაც ადამიანი მიყავს და მიაქანებს დაღუპვისაკენ, ხო? და ამიტომ მათ შორის საშუალო რამე არ არსებობს. ან ნელთბილი შუალედური არის, ხო? ამიტომ როცა ადამიანი იგებს ამას, ესაც ძალიან რთულია, იცით, ეს აღიქვას, გაიაზროს, მაგრამ ნელ-ნელა მე ნაბიჯ-ნაბიჯ ღვთისმსხალობით ამასაც მიდის იმ შეგნებამდე და ნელ-ნელა ემორჩილება, იმიტომ რომ თავიდან ერთბაშად ადამიანს რომ მიიღოს თუნდაც აი ღვთისმსხალი და ესაც არ იქნება მისთვის სახარებული, იმიტომ რომ ის გარკვეული ბრძოლებიც ვერ დაიწყოს. ხო, უფლის მიერ დაშვებული ადამიანმა სულიერთ ივარჯიშოს, ხო, გამოიწრთოს. ისე როგორც აი სპორტსმენს ჭირდება რომ დიდი ფიზიკური დატვირთვა რომ თუნდაც აი ჩემპიონი რო გახდეს, ასევე სულიერ ცხოვრებას, ხო, ის ნებებია თუ ცოდვებია, იმასთან ბრძოლა აუცილებელი. ეს უფლის დაშვებით ხდება, რომ ჩვენ სულიერად გამოიწრთოს ადამიანი და უფრო უკეთესად გავხდეთ. ამიტომ ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ რა თქმა უნდა, ესაც იგივე ისე ღვთის რა თქმა უნდა მადლი და წყალობით ყველაფერი შესაძლებელი. იმიტომ შეუძლებელი კაცაა შესაძლებელი ღვთის მიერ. და მამა როგორ უნდა შემსუბუქდეს ჩვენი ტვირთი, იმიტომ რომ ადამიანები ეხა აი ყველაზე მთავარ კითხვას ვსვამ, მე მგონი რაც კი საერთოდ ამისვავს ჩემი გადაცემების დროს, რომ ადამიანი ძალიან ვართულებთ, მამა ყველაფერს აბსოლუტურად ცოდვაში ხარ, ადიდებ, არა ხარ ცოდვაში რაღაცა ხარობ, რაღაცა ნუ ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ხო და აი რატო ართულებს მამო, ბევრად უფრო იოლია უბრალოდ, აი ნახეთ მამო, მიდიხარ ეკლესიაში იქ ვიღაცა ცუდ მღვდელს ეძებ, იქ ცუდ სტიქაროსანს ეძებ, რაღაცა ართულებს სიტუაციებს. ძალით, ნუ ეს შემაგი გირთულებს, მაგრამ ბევრად უფრო იოლია ჩვენ ცხოვრებაშიც ესე არის, მამო, აი სამსახურში იქნები თუ სადაც არ უნდა იყოს, ხო? ართულებს სიტუაციებს, ადიდებ. აი რაღაცა ბოროტი გიხატავს, რაღაცა ძალიან გიმძიმებს ამ ყველაფერს და ეკლესიაში ხო მით უმეტეს, მამო, აი ნებისმიერ შეიძლება სანთლის ანთებისასაც კი რაღაცა პრობლემა ნახო, ხო? კიდევ უფრო მეტი ბრძოლებია იქ და ამიტომ ეხლა დიახ, მამო. წინას თქვი გიორგი ვახსენე რომ აი თავარი ყველაფერი იწყება საკუთარ თავის შეცდომიდან. აი ეფრემასული ეხლა აგერ მართლა დაიწყება, მთელი მართლმორწმუნეებში იწყება ეფრემასულის ლოცვები, ხო? წარმოვიდგინეთ რომ თავიდან ეს ფისხია და ხასიათის ადამიანი ყოფილა, ხო, ვიცით ხო, მისი და საპრობლემოში მოექცა მე და იქ
გახდა სინანურის თქვათ მოციქული და დიდი მამა. ხო და როგორ შეძლო წმინდანმა გაეცნობიერებინა თავისი შინაგანი მდგომარეობა, მთელი თავისი სწავლები სინანურზე გაგებული, ხო, იმიტომ რომ და როდესაც ადამიანი ამას დაინახა, რომ არავის არაფერთ არ ხარ მეტი არც დაუნდობით, არც პიროვნულად, არც ათვისებით და ყველაზე უხეშად მიიჩნევ თავს, აი მაშინ რა თქმა უნდა რაღაც გაკითხვის სრული დაებადება ადამიანს, ადვილადაც მიუტევს კიდევაც და აღარ შეშურდებოდა არაფერი, ხო, მაგრამ აი ეს უჭირს ყველაზე მეტად რა, იმიტომ რომ თქვენთვის არ იყო შეიძლება ადამიანი მთელი ცხოვრება იაროს ეკლესიაში და უშუალოდ ვერ შეძლოს ამის მიღწევა, იმიტომ რომ ეს არის ურთულეთის გზა და ბევრი პირი შეიძლება ამ პარტნიორობას ჩავარდეს. ხო, ეხლა ეს ის შემთხვევა კი ხიბში რომ მე 20 წელია დავდივარ შერავნა მასწავლო ეს გვესმის ხომაში. კი, მამო, რამდენიც კი. ხო, ამიტომ ისევ და ისევ და უფალეს გვეუბნება რომ საშველი რა რომ მოდი ჩვენ ჩემთან ყოველ მაშინ მე გაგიშვენ თქვენ. ამიტომ მივიდეთ უფალთან ჩვენი თავდაბლობები, ჩვენი მორჩილებით, იმიტომ მორჩილება არის მთავარი კიდე, ხო, ამ ყველაფერთან ერთად და თავდაბლობა. რასაც ეკლესია გვასწავლის, არ უნდა დავიწყოთ იმის ჭრეკა, რომ ეს რატოა ესე, ის რატო ისე არ არის. ამიტომ უნდა მოვერგოთ იმ მოძრებას, იმიტომ ეს არის გარანტი, თუ გინდა რომ გადავრჩით, რა, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი მიდის მაგალითად ექიმთან, ხო, ის არ ეკითხება და უშუალოდ ემორჩილება, ხო, შეიძლება ზოგს რაღაცას როგორ გესიამოვნებო, ხო, რო გეუბნება 30 წამალი დალია და 80 ნემსი, მაგრამ ნუ სხვა გზა არ აქვს, იცი რომ სხვანაირად ვერ გადარჩები. ამხელად მეტია სული, ხო, ვიდრე ხო, ამიტომ თუ აი მორჩილებით მივიღოთ ამ ყველაფერს, ხო, მაშინ ყველაფერი შესაძლებელი არის. დიახ და მამო, ითქვი ხე თქვენ რაც ახსენეთ, გამახსენდა ზუსტად რომ მომეცი უფალო ჩემი წოდების დანახვაო და არა განკითხვა ძმისა ჩემისაო. აი თუ შეიძლება მამო, აი ამას როგორ უნდა მივხედე? ხშირი შემთხვევა არის მამო, სხვას რო განიკითხავ. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ გონია რომ ამას არ ჩაიდე. აი ეს როგორ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხვალ მეც შეიძლება შემეშალოს იგი. აი თუ დაუკვირდებით გიორგი იმ ადამიანს, ვინც აი უფალი ბრძანებს, რასაც განიკითხავ და იმას განიკითხებ. ერთისაც არსებობდა ადრე ხალხური გამოთქმა, ნუ და სხვასაო გადაგხდება. ხო, აი იგივე ემართება ზუსტად რა, იგივე წოდაში ვარდება, იგივე, ამიტომ ესაც რა თქმა უნდა გამკითხავს ერთადერთი გამართლება, როცა საკუთარ თავს ამხელა განეკითხავ რა, როგორც ერთ აი არსენდის ცხოვრებაშია, ხო, განმარტოებით დაყუდებული ცხოვრება და როგორ ეჩხუბებოდა საკუთარ თავს რა, რომ ადექი ნუ ხარ ზარმაცი გააკეთე, აი ეს თავის თავს შემოუძახებდა ხოლმე. ესე უნდა იყოს ჩვენს ყველანი, რომ ყველა ცოდვილები ვართ, არ არსებობს ცოდვა ადამიანს არ ქონდეს ჩადენილი, ხო, ვის მეტად აღგებათ, ხო და ისევ ის გავიმეორებია, რომ აი თუ გინდა რომ გადავრჩეთ, მაშინ უნდა კეთილი ვინებო და დავემორჩილოთ უფლის მცნებელს, იმიტომ რომ უფალის ხელშია ცოტა მიტევებას, მსჯავრიც და ყველაფერი. დიახ, ძალიან დიდი მადლობა, მამო. ალექსანდრე, შენ ხო არ გაქვს ამე კითხვა ისეთი? აბა დაუსვათ, მამო, მაინტერესებს ძალიან მართლა, ან პატიებასთან დაკავშირებით. მართლა შენ ხო არ დაგისვამს აქ კითხვა არას დროს და აბა. აი, რას ფიქრობ ხე ჩვენ რო გვისმენთ? ერთ-ერთი შეკითხვა შევწუხებდა, რომ აი, ბევრი ეძახის ხოლმე, რომ ადამიანი მაგალითად აი, წეყანას თქვით, რომ ადამიანს შენ თავ შემოუძახებოდა არასდროს თუ სხვა განიკითხო. ბევრი ეძახის ხოლმე, მე შენ სხვას არ განვიკითხავო. მარდას დემდელში ეძახის, რომ აი ნახე ის რას აკეთებს და ესე ის უსტელია და მე არავის და ესეთი. რატო არის, რატო ვერ ეჩვევა ასე ადამიანი? ხო, როგორ უნდა მამო, მართლა როგორ უნდა მივხვდეთ, რომ აი ზოგს გონია რომ გასწავლის. თავის დანაო წეყანათქვი, რომ ამის სწორი ეს კითხვა, რომ ესე იგი ხშირად ამას ვერ აცნობიერებს ადამიანი და ესე იგი გონია თავის მართალი რა. ამ დროს იმაზე უორესი თვითონ არის გაკეთებული, ხო? შეიძლება დაინახოს აი რაცა მეზობლად დავუშვათ ბავშვი ან ცოტა ისეთი გამოთქმა და დაწყევლა ან წამოვარტყა და აი ამას როგორ აკეთებს და თვითონ იმაზე უორეს აკეთებს, ხო და საკუთარ იმას ვერ ხედავ, საკუთარ შეცდომებს, საკუთარ ცოდვებს. აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, იმიტომ ის ან ხილშია, ან პატიმოყვარეობაშია, ან პარტნიორობაშია და ამიტომ ისე იქ მივდივართ, რომ იმიტომ გვეძლევა ეს საშუალება დიდი მარხვისა, რომ მთელი ეს დიდი მარხვისა, მთელი ეს ტიპი გონდა მსახურება ამაზეა აგებული, რომ ჩვენ რაღაცნაირად ადამიანმა შევძლოთ და შევთხოვოთ უფალს, რომ მოგცეს იმის ძალა, რომ მართლაც
ამ არხოში უფრო უკეთესები ყოფილიყავით ყველანი თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანი ვისაც მართლა სურს საკუთარი სული გადარჩენა და ცხონდება იმიტომ რომ უფალეს ბრძანებს ერთი ადამიანს რო გადარჩენდეს მის ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი ცხონდება იმიტომ რომ როდესაც ძველ აქთმაშია სიბრძნეზე რეაქციაშია ხო ადამიანს ამხელს სამი რამეა ხო სიარული ჩაცმულობა და სიცილი გარეგული მოქმედება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგრამ ერთია გიორგი კიდე დიდი პრობლემა რომ შეიძლება ადამიანმა გარეგულად ისე იცხოვროს ამ ქვეყანაზე რომ შეექმნა შტაბეცილება როგორც პატიოსამა როგორც აი ფარისევლები ხო აი ფარისევლები აი ხლა ხო იყო ფარისევლები ხო და ვინ გამოვიდა იქნა გამარჯვებული მეზვერე რატო ის შინაგანად აი შინაგანი ამი უფალეს ამას ბრძანებს ახარებაში აი შინაგანი ადამიანი აი გარეგანი თავარი შინაგანი ადამიანი როგორ რას ფიქრობ შინაგანად რას ვიზე რას ამბობ თუნდაც გულში გონებაში აი საერთოდ თავარი რომ გარეგულად შეიძლება ისე ვიღაცა ადიდო და მასკენ რა ვიცი მაგრამ როგორც დადგება ხოლმე გარკვეული მომენტი ეგრევე თავიანთ იმას გამოაჩენა რა ქვია საკუთარ ხო სახეს როგორ უნდა მიხვდეთ ახლა ხშირად არის ხოლმე რომ სხვის დასანახად ხარ მორწმუნე სხვის და აი ხდება ხოლმე აი წეგანაც ვახსენე ის რომ სხვა ძალიან ზემოქმედებს მორწმუნეზე მით უმეტეს იმიტომ რომ რაღაცნაირად ბოროტი გაწვალებს რომ ის რა სიტყვის აი ხა წადი მაგალითად ლოცვაზე მიდი დადექი იქ ყველა დაიჩოქა შენ არ გინდა დაჩოქება მაგრამ შენც დაიჩოქე იმიტომ რომ აი შენს უკან ის რა სიტყვის იქ მამაოს დაენახე რომ ვითომ რაღაცა ის აი ამ შემთხვევაში ამა რატო უნდა როდის არ უნდა იმოქმედოს იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე მამა ამის გამო რაღაც მსახიობია ადამიანი და აი თვითონ არ გინდა რომ მამაო ჩვენოზე დაიჩოქს მაგრამ რომ ხედავს რომ იქ რაღაცა მამაო და მექანიკურად რაღაცა ის თავს იტყუებს თან მამაო და მისი სულიერი სული ეს არ არის ხოლმე სიტყვაზე აი ამას როგორ უნდა გაიცი სარჯობია რომ სიტყვაზე დადგე მაგრამ ანუ რაღაცნაირად ის რა თქმა უნდა მივიდეს მოძღვართან კითხოს ელემენტარული აი ბევრმა აი ერთი უკიდურესობა ის არის კიდე გიორგი რომ დღეს სამწუხაროდ უმეტესობა ალბათ აი ამბანის დონეზე არის ქრისტიანობა ხო აი ეს თქვა იმიტომ რომ ახლა ბევრი რადგან აი რატო დგა ეკლესიაში აი წლები დადის ადამიანი და თუნდაც არის ეს ეკლესიის ესა წირვის შინაარსი ახლა წარმოიდგინეთ რომ ეს აი სამსახურში სადმე ადამიანო დაიწყოს მუშაობა თუ შინაგანად წესი არ იცი და იმ იმას არ იცნო ხო შიდა სამსახურში გაუძნელდება იქ მუშაობა ხო და როდესაც ადამიანი ამას იაზრებს თითოეული აი სახურების დროს მოქმედება რას ნიშნავს ის გამომხატველია მე უკვე უადვილდება იქ დგომაც მოსმენაც უადვილდება და ამის გაგებას ახმას ხო და ამიტომ არის მოძღვარის არსებობს მოძღვრის ინსტიტუტი რომ უნდა მივიდეს მოძღვართან შეარჩიოს სულიერი მოძღვარი ოჯახს უნდა ყავდეს თავისი მოძღვარი ხო იმიტომ რომ დადგება იმიტომ ოჯახში ზოგადად ბრძოლებია ხო აი სადაც ის იქებძის ყველაზე მეტად ეს საბოროტი და როდესაც ეს პრობლემის წინაშე დგება ადამიანი უნდა მივიდეს ეკლესიაში გაესაუბროს მოძღვარს კითხოს რჩევა დარიგება და მისი მითეების და კურთხევის შესაბამისად იმოქმედოს და ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა უკვე აღარ სხვაზე ცუცი ფიქრებს და გაუადვილდება კიდევაც იქ და უკვე აი უნდა იცოს ადამიანს რას აკეთებს და იგი აი თუნდაც მუხლით დრეკა რას ნიშნავს და უშა მეტანი რას ნიშნავს და ზოგადად არის ის ავტომატურად აკეთებს ამას აი თქვენ თქვის არგოს ხედავს დაიჩოქო ესე ამას უნდა დაიჩოქოს სიტყვაზე პირველი გადაისახა ესე თვითონ გადაისახოს ხო და ამას არის ის არის ხო აი ხო ხშირად ხდება ხოლმე და აი ანუ ის არის რა ქვია მექანიკურად მისდევენ რომ მექანიკურად და ის უნდა გესმოდე შენი თელი ის არის კი ბატონო აი როცა იცი აი რა არის ზიარება როგორ აი როგორ უნდა გაბედო იქ მივხვიდე და როცა არ ხარ მომზადებული ეზიარ თუნდაც ხო იმიტომ რომ ეს ხო უკვე შედეგს აჩვენებს მე ხო ეს და მამაო თუ შეიძლება აი ხა მაგრამ იმას გამახსენდა ოჯახის მოძღვარზე გამახსენდა და ძალიან მომხრე ვარ მე რომ აი ცოლ-ქმარს იმას ცალ-ცალკე სხვადასხვა მოძღვარი არ ყავდეს სხვადასხვა ეკლესიაში არ დედო თუ რაღაც გამონაკლისი არ არის რა ამ შემთხვევაში მამაო ოჯახს ერთი მოძღვარი რო ყავს ის ერთი უფრო ალაგებს იმიტომ რომ ყველას ერთად შეუძლება კიდევაც ამ ოჯახს ხშირად ხდება ხოლმე მაგალითად ქმარს ძალიან კაი მოძღვარი ყავს მეუღლესაც ძალიან მაგარი მოძღვარი ყავს და ამ შემთხვევაში როგორ ხდება ხოლმე იცით მამაო ის თავისას არიგებს მართლა ანუ თავის მხრიდან ის იმის მხრიდან და ბოლოს ამ დროს ერთმანეთთან კონფლიქტი აქვს, იმიტომ რომ ეს აი ამ შემთხვევაში მამაო როგორ უნდა ავარჩიოთ ოჯახის მოძღვარი ცოლის მოძღვარმა არ იცის დაუშვათ ქრის სულიერი მხარე და პირიქით და მაგიტომ ხდება ხო თქვენ მოგსვლიათ ხო როცა ხო არის ესეთი შემთხვევები კი და როცა ერთი მოძღვარი ყავს რა თქმა უნდა ეს არის ყველაზე საუკეთესო მდგომარეობა იმიტომ რომ
ამ ესე მოძღვრება იცის ორივეს შინაგანი სულიერ მდგომარეობა. იცის ის პრობლემები, აი ბოლო-ბოლო ორივეს დაესვა დაელაპარაკები, ხო? თუ რაღაცა პრობლემები შეექმნათ და ცალ-ცალკე კი არა დაუშვათ, აი თქვენ ხო ის აი ორივეს ერთად დაისვა და შეოდარებას მიცემ რა რაღაცას ხო როგორც მშოველი კი ბატონო, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია ადამიანს, იმიტომ რომ იდეალური დღეს არაფერი აღარ არსებობს. ცოდაც იმ რაღაც ადამიანები ვართ იდეალური რაღაც ოჯახი. ზოგს ზოგს იმიტომ არ ყავს რომ აი არ უნდა რომ სიტყვაზე მეუღლე მასზე ცუდი მოუყვეს, იმიტომ რომ რაღაცა პატივსაშინა რაღაცა რა და ხდება ხოლმე ეს რაღაცა. სუსტი მხარი ერთგვარი რა. პირიქით უნდა იყოს კი, იმიტომ რომ მეც რა თქვი, ექიმთან რომ მიდიხარ, გინდა რომ შენი სუსტი რაღაც ის უთხრა რომ ეს განიკვება. ხო, აბა იქო დაუმალო რა. ხო. რო დაუმალო და შენთვის იქნება ცუდ. რა თქმა უნდა. დიახ და მამაო ის არ ქვეთ, სხვათა შორის მამაო აი ამ შეყვარებაზე მინდა ვისაუბრო მოძღვრის მიმართ, რომ აი მოძღვარი ყველაფერი რა შეიძლება ძალიან ბევრი ცუდი უთხრა. აი შენი მთელი ისი ცოდეს და მაინც რო არ გყოლდება, მაინც რო უყვარხარ, აი მაგიტომ მიყვარს მოძღვრის ინსტიტუტი და ეს ადამიანები, სასულიერო პირები, რომ აი ყველაფერი შენი მთელი სიმძიმე და ის მიგაქვს. ანუ ჩვენ ხო ყველგან ვიწონებთ, სამსახური იქნება თუ რაღაცა თავს ვიწონებთ ყველგან და ამ ადამიანებთან მიდიხარ და ხედავენ იმას, რა ცუდი მხარეც გაქვს და ამ ყველაფრიანად გიტანენ. და ამ ყველაფრიანად მაინც შვილი ხარ მათი და ამ ყველაფერში მოყვებიან და აი ჩამოდიან შენთან ერთად და ამოგიყვანენ იმ ჭაობიდან რაც შენ გჭირს და აი მაგიტომ ჩემთვის ყოველთვის ყველა სასულიერო პირი იქნება აი ქეთს ვიხრი ყველას წინაშე და მადლობა მართლა მამაო საქართველოში მყოფ სასულიერო პირებს მით უმეტეს მამაო და ყველა მართლმადიდებელი სასულიერო პირს ვინც ესე სხვის გამო აი მე ვიცი რამდენი ათასი ადამიანი გადაგირჩენიათ და ამ ყველაფერს მე შემდგომში აუცილებლად მოძღვარი მეყოლება და ამ ყველაფერზე კიდე ცალკე ვისაუბრებთ აუცილებლად და ეხლა ალექსანდრეს მინდა ვკითხო მამაო რომ შენ როგორ ფიქრობ აი რა საჭირო არის აი სიტყვაზე დღევანდელი ეს შენდობა ის თუ შეიძლება რომ გითხრა აი შენ როგორ ფიქრობ რატო უნდა ვაპატიო როცა ადამიანმა რაღაცა დაგიშავა ალექსანდრე შენი ალალი გულით გითხარი ახლა ჰა ადამიანს პირველ რიგში ადამიანები ერთმანეთს ვარაპატიან, სულ გაუგებრობას ვიქნება ჩხუბი რომ აი შენ ეს შეისკენი აბა მე შეიძლება მაგალითად ვიღაცამ რაღაცა აწყენა ვიღაცას და მე იმ ვიღაცას მაგალითად მიოწყე მაგალითად შევეკობარ და შევეკობ რაღაცა ვიღაცა სიტყვაზე ვთქვა ადრე ერთი წლის წინადელი ამოფქვა მაგალითად ვიღაცა რომ მე აღარ იმასქნა და უფრო კონფლიქტი იქნება და ადამიანს თუ მიუტევთ რა თქმა უნდა ჩვენს მოგვეტევება მამაო ჩვენშიც არ მიუტევთ ანავდებთ ამ ჩვენთან ჩვენ მიუტევთ ჩვენს მოგვეტევება არ მიუტევთ არ მოგვეტევება ხო და თუ გვინდა რომ გვეპატიოს ჩვენ ხო გვინდა რომ ის ხშირად ხდება ხოლმე შენ გინდა რომ რაღაცა გაპატიონ მაგრამ შენ იგივე საქციეს არ პატიობ სხვასთან რაღაცა იმის მეათეცაც არ პატიობ ხო აი ამ დროს ისე როგორ უნდა მოვერიოთ რამე ლოცვა რამე არის რომ აი სიტყვაზე შეევედრო ღმერთსა რაღაცა აბა აი რა უნდა ვქნათ მაგ დროს ბევრი არის რომ რაღაცა ვერ პატიოს ვერ ახერხებს ამას აი როგორ უნდა დაუდგეთ თუნდაც ეგეთ მეგობარს აი რა უნდა დავარიგოთ და უთხრა რომ უბაზეთ და უთხრა რომ ადამიანს უნდა აუხსნას ყველაფერი რომ ეს იქნება სულ კონფლიქტი იქნება და მე შეიძლება საერთოდ ჩვენ მეგობრობა გაქრეს ქვეყნიდან და საერთოდ ეს თვალის სახეზე გამარჯობა აღარ უთხრათ და შეტყვი ყოფილა რომ მეგობრებებს ჩხობობენ და ზოგი შემთხვევებიც არის რომ მაგალითად ეუბნებიან რომ ერთხელ ყავს სამჯერ გაპატიო მეჯერ რატო უნდა გაპატიო და ადამიანს რა თქმა უნდა ყოველთვის დაპატიო რომ ის უფრო იმასნას თორე შვის ჩხობში იქნება უკლავი შეიძლება ერთმანეთს გამარჯვებაც არ უთხრა იმიტომ ბევრი შემთხვევებიც არის ხოლმე ესეთი კი ამდენიც ადრე ძალიან კაი მეგობრები რო იყვნენ და დღეს რო არც ეს ალმებიან და ცუდიც უნდათ ზოგს ხო და ამ შემთხვევაში აი რაც საჭირო არის ეკლესია ხო ეხლა შეიძლება ეკლესიაში რო არ დადიოდე ეს ყველაფერი არ იცოდე ხო აი რა საჭიროა ამ შემთხვევაში აი რაში გეხმარება ხოლმე შენ აი დაგხმარები ეკლესია რო ფიქრობ მაგალითად რომ აი რაღაცა ეს და ვაი მოდი ეხლა ეკლესიაში გავიგებ მე ამაზე სწორ პასუხს აი რა პასუხები მოუცია ხოლმე ღმერთ შენთვის და როგორ დაგხმარებია ხოლმე როცა რაღაცა გიჭირს ხოლმე მაგალითად დაგხმარებია რომ აი რო ეკითხება ხოლმე სასულიერობისაც სულ მეუბნება რომ მაგალითად აი ეს არის და მე სინოდვილაშიც რო ხვდები რომ ის მართლა ესე არის და სწორად ვაკეთებ როგორც უნდა მართლა ესე გამოდის და ეკლესიაც ბევრ ამას გვარიგებს ყველა ეს მართლა ესე არის რომ ადამიანი ეკლესიაში რაც უფრო ივლი მეტ უფრო მეტ რამეს გაიგებს ასე შენდობაზეც და რაღაცებზეც
აუცილებელია. ხო, აი შენ როგორ ფიქრობ, აი რამდენად აუცილებელია რომ სულ ვიაროთ ეკლესიაში და სულ რაღაცა ღმერთთან ვისაუბროთ და როგორ უნდა დავამყაროთ ეს კონტაქტი. ეხა ეს თქვა და მე კიდე შემდეგ კითხვა დავუსვათ ბაბუას, ხო? ღმერთთან უნდა იმიტომ უნდა იარ ტაძარში, რომ თან ტაძარში ზოგი ყოფილა რომ ტაძარშიც არ პატის და მეგობართან კონფლიქტია რომ აი მაგალითად მე შენ გაპატიე ჯერ შენ მეპატიე და მე შენ გაპატიებ არა ჯერ შენ მეპატიე და მე ის და ეკლესიაში მიყვალ უკვე მიხვდები რომ ეს არასწორია და თუ აპატიებ შენს გეპატიება აი შენ ძალიან დიდი მადლობა ყველაზე მაგარი სტუმარი ხარ ვინც კი მყოლია დედამიწაზე და აი ხა მამაოს კითხოთ აბა ჩვენც ეხა თუ გინდა შენ კითხე თუ გინდა მე ვკითხო არა მას ცოტა ხანი მამაოს კითხავ შენ რო არ მოიწყინო და მე ისევ შენთან გადმოვალ კარგი ხო მადლობა დიდი მართლა ძალიან სწორი და მაგარი დარიგებები მოგვეცი და მამაო თუ შეიძლება რომ აი ღვთის წყალობა როგორ მოვიპოვოთ მაგრამ ეს ყველაფერი რასაც თქვენ ეხა საუბრობთ ძნელი იმიტომ არის ჩვენთვის რომ ღვთის წყალობა და მადლი არ გვაქვს აი ეს მადლი რითი მოიპოვება გარდა ეკლესიაში სიარულისა და რაღაცა საქმეები თუ არის ან ლოცვა ესეთი ან მსგავსი რაღაცა რითაც შეიძლება რომ ის მადლი მოიპოვო რომ აი თქვენ რასაც ამობთ რომ მოწამეობისასაც წინ დაგხვდეს აი გახსოვთ თავში რა ძალიან მაგარი მაგალითი რომ მოიყვანეთ მადლით რომ ვიხოთ თუ შეიძლება მამაო რა უნდა ვქნათ ისე და ისე გიორგი ეს არის მთელი ერთიანი მოძღვრება ქრისტიანობა დავიწყე იმით რომ ურთულესი გზა არის და უცბად ამის მიღწევა შეუძლებელია ეკლია რა თქმა უნდა თავთ უფალს ბრძანებს ხო რომ მისკენ სავალი გზა ჩემსკენ სავალი გზა ძალიან რთულიო უამრავი განსაცდელებს ახსოვსა და გაჭირვებაზე გადის განსაცდელებზე და შემდეგ მაგრამ არა შეუძლებელი ხო და ისევ და რო დავიწყოთ და გაგვიადვილეს გვეუბნება უფალი ორ თავარ მცდების შესახებ ხო ეს არის პირველში რწმენა უფლის და სიყვარული რომ შეიყვარე უფალი მთელი შენი გულით გონებით მთელი არსებით და მოყვას როგორც საკუთარი თავი და ეს არის ასე ფუნდამენტი რომელზეც დაფუძნებულია მთელი მოძღვრება თავთ უფალი ბრძანებს ამას ხო სახარებაში და ისე როდესაც აი ჩვენს თავიდან როცა დავიწყე მაგალითად ხო გადავგი ნაბიჯი და თქვენ რა გეძნებდებოდათ ისე ძალიან მაინტერესებს აი პირველი ისეთი ნაბიჯები სანამ აი ეს რაღაცა ხო იყო თქვენთვის უცხო და არის ისეთი ადამიანის ცხოვრება აი ნებისმიერ დღესაც აი რამდენი არ ვარდადეს თასაში მაგრამ უმეტი წამს ვკითხოთ ხო და შემოიფარგლება რითი რომ თეში ერთხელ შეივლის დაუშვას სანთერს დაანთებს რაღაცას ნუ შესთხოვს თავისებურად ხო მაგრამ ზოგი აი ამასაც მნიშვნელობა გასწორ ლოცვასაც ვოდით მნიშვნელობა აი რას თქო ითხოვ იმას რაც გეკუთვნეს თუ დაუშვათ შეიძლება ისეთ რაც ითხოვ რაც პირიქით შენთვის დამღუპელი იყოს ხო ამასაც ცოდნა უნდა ამასაც გაგება უნდა ხო და ესე ვიყავით ხო ყველანაირად მეც ესე ვიყავით თავის ხო და რა ვიცი რატომღაც მომინდა ესე რომ გადავდი ეს ნაბიჯი როცა დავიწყე და მართალი გითხრათ იგივე აი წეგან ჩვენ საუბრობთ მოძღვრის მნიშვნელობას და ამას ხათაშორის ანუ მინდა რომ ხალხს უთხრა თქვენ ახლა ბევრი არის ძალიან დიდი თანამდებობის პირი იყო იქამდე და ძალიან ბევრი ადამიანის ბედი მართლა იბარა მამაოს და ძალიან ბევრი ადამიანს ეხმარებოდა ამ ხრივაც რაღაც აი ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს მამაოს იმ ხრივ ახლა მაღალჩინოსანი იყო ძალიან და მაგიტომ არ მინდა ახლა ზუსტად არ ვიცი ეს წოდებები და ისინი არ დავასახე მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანის ბედი ებარა და დღეს აი ესე აი სხვათა შორის პარალელი გავავლო დღესაც ბევრი ადამიანის ოღონდ სული გაბარიათ მამაო და მადლობა რომ ესე რაღაცეებ გადაწყვიტე ჩვენ ეკლესიაში მოსვლა დიდი მადლობა და მოძღვრს ძალიან მნიშვნელობა აქვს და რომ გადავდი აი ჩემ მოძღვრს თქვენ რომ მამა გიორგია და მისი და ყოველთვის ვიკითხულობდი ხოლმე ვიკითხებოდი რომ აი რა წავიკითხო იმიტომ რომ თავიდან დავიწყე გაცნობა ქრისტიანულ მოძღვრებასთან ხო აი შეიძლება ითქვას რომ თქვი რომ მე არაფერი არ ვცოდნია მაშინ იმიტომ იმდენად დიდია ეს და იმდენად თუ მოინდო ადვილი გასაგებიც არის რომ ადამიანი რა თუ დაიწყევ და უკვე ვეღარ გახოდიხარ უკან და უფრო და უფრო გინდა რომ მეტი და მეტი გაიგო იმიტომ რომ სხვანაირად ვერ დაძლევა აი ამ პრობლემებს იგივე ბრძოლებს სულიერ ბრძოლებს ხო დღეს ერთ რაღაცას დაძლევს ადამიანის სიტყვაზე რაღაცა შემოტევა სხვა ვთქვათ ისე სხვა ბრძოლა წამოვა ეს შეიძლება იყოს სიზარმაცია, შეიძლება იყოს რაღაცა განკითხვის სოდა, შეიძლება იყოს შური, ბოღმა და ამ შემდეგ. ხიბლიც შეიძლება იყოს. ხიბლის კი ბატონო, იმიტომ რომ ესაც ძალიან ისეთი ის არის ადამიანი აი ყველაფერს ამჩნევს საკუთარი თავის გარდა, ხო, საკუთარი თავში, აი იმიტომ ძალიან ზუპა. ყველა დამნაშავეა შესაძლოა. ხო, იმიტომ სვის თვალში დირეს ხედავთო და საკუთარ თვალში იმას ვერ არჩევთ, რა ქვია. ბეწს ხედავთო და დირეს ვერ არჩევთ. კი.
ხო და ეს არის რა მთავარი და ამიტომ ისე და ისე რა თქმა უნდა აი ლოცვი და ნელ ნაბიჯ-ნაბიჯ, იმიტომ უცბად აი შეუძლებელია ადამიანს და არც იქნება ალბათ მოგებიანიც, იმიტომ რომ სარგბლის მომდანს, იმიტომ რომ ადამიანი ვერ დაიტევს ამას, რა უცბად აი ზოგი ამხელა ხილში, ამხელა აპარტამენტებში და უცბად მიიღე რაღაც ისეთი რომ აგე თების დაზრა შეგილია, ხო, შეიძლება ორი სიმღერა ჩავარდე. დაიღუპა ხო და ამიტომ დიახ და მამო, აი რამოდენიმე წლის მერე შეიძლება დიაკვანიც იყავით, რაღაც შეიძლება მღვდელიც იყავით მაგ დროს. რას არ ელოდით და რა გაგიკვირდათ, მამო და რა გაგიკვირდება? ეხლა ძალიან ბევრია, მამო, შეიძლება 12 წლის მორწმუნეა და უცბად შეიძლება რაღაც ისეთ საქმეში შეასკდეს, რომ ვერც კი იფიქროს, რომ უიმე ეს ეკლესიური თემა ყოფილა და თურმე აქამდე არ ვიცოდი. რამე არის ეგეთი, მამო, რაც გაგვაკვირვებს და რაც თქვენ გაკვირვებიათ მაგალითად. ხო, აი, გითხარ, გიგა, საინტერესო ბევრი რაღაცა აი რომ გაეცნობი ადამიანი და ჩაურმავდები, იმიტომ რომ ბევრი ისეთ რაღაცას ნახავ იქ რომ აი მართლაც გეუბნები, მე ვთქვი რომ მე არაფერი არ მწოდნია. ამ დროს იმ გამოსახედიდან შეიძლება რაღაცა ისეთი ის ქონდა რაღაცა მესმოდა რაღაცა და უშუალოდ თუმცა სხვანაირი შეხედულებას ქონდა ამ ცხოვრებაზეც მართალი გითხრათ და სხვანაირი დაგანახა რეალობას დაგანახეს უფრო დედა ეკლესია უფალია ეს არის მთავარი არსიც რომ რეალობაში ხილში კი არის რეალობას გავუსწორო თვალი და იფიქრო აი ამ ისეთ ნაბიჯებს გადადგმაზე რომელიც არ დაგაზიანებს და ასევე სხვას არ დააზიანებს აი ეს არის მთავარი წერენ ხა მამა ვახსენე და მამა გიორგი თევდორაშვილს მართლათელი გულით მოვიკითხავ ის არაჩვეულებრივი ადამიანი და მართლა ჩვენთვის უძვირფასესი ადამიანი და მადლობა რომ არის ყველაზე ეხა ეგ რო არის ხოლმე არ მომბობ ხოლმე მაგრამ მართლა უბრალოების ყველაზე დიდი მაგალითი არის ჩემთვის და ძალიან ბევრი ადამიანისათვის და მისი უბრალოება არის აი არასოდეს უფლებას არ მიტოვებს იმისას რომ სადაც ეგ არის იქ ბრალიანი იყო და ძალიან დიდი მადლობა ამისათვის ეს დიდი ხალხისთვისებაა და მადლობა მამა გიორგი თევდორაშვილს მართლა მთელი გულით რომ ჯერ თქვენი ეკლესია სხვათა შორის ალექსანდრეზე ხშირად მეკითხებიან ხოლმე სად მსახურობს რომელი მასია სტიქაროსანი და თუ გინდა შენ თქვი თუ გინდა მე შენ თქვი თუ გინდა რომ დიახ ვერ ზაღურნარი ყაცვიდა ეკოლოს სახელობის ტაძარში ხო და ისიც ეთყობა აი წმინდა ნიკოლოზის ეს მადლი და ის ეთყობა რომ იქ არის ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ის ხშირად მეკითხებიან ხოლმე სადაც მამა ეკუთვინებს მსახურობს სადაც მამა გიორგი თევდორაშვილი მსახურობს ეს ის ტაძარი არის და შეგიძლიათ ხოლმე აუცილებლად ნახოთ ხოლმე ეს ადამიანები და მადლობა მართლა მამა გიორგის აუცილებლად და იმისათვის რომ აი ესეთი ოქროს და ესეთი ძვირფასი ადამიანები გამაცნო ამ ტაძარმა თვითონ და წმინდა ნიკოლოზს რაც თავია გიორგი ძალიან რთულია როგორც ამ ცხოვრებაში მიწიერ ცხოვრებაში სადაც მოღვაწეობა ადამიანი იქაც ვიღაცის გვერდში დგომა აი დაუშვათ სიტუაციაზე რაღაცა თეორიული წოდნა მიიღო და დაიწყო პრაქტიკული საქმიანობა ხო იქ თუ რაღაცა გამოცდილი ადამიანი არ დახვდა და გვერდში არ დაგიყენა და რაღაც მითები და მიმართულება არ მოგცა გაუჩნდება აუცილებლად ხო ჯერ წარმოვიდგენ მიწიერ ცხოვრებაში და ეხლა ეს სულიერ ცხოვრებაში პატარა შეცდომა და შეიძლება ადამიანი ისეთ ხიფში ჩავარდა რომ რა ვიცი უფრო საშინელში ხო და ვერ გამოგიყვანოს ვერ სანდი მნიშვნელობა კი ბატონო მოძღვარს და ამიტომ ეს არის თავარი რომ თუ გინდა რომ მივიღოთ ის მადლიც და ეს ხო შედეგიანი პირველ რიგში ვისაც არ დაუწყია ეკლესიური ცხოვრება იქნება თქონა რომ დაიწყონ ეკლესიური ცხოვრება ეხლა ზოგი იტყვის ხოლმე რომ აი სად მივიდე როგორ მივიდე არის მადლობა ღმერთ დღეს არ უჩივთ ეკლესია მოძღვების ასე ვთქვათ ეს პრობლემა არ არის არიან ღირსეული მოძღვები ყველა მოძღვარია აი საუდრობას საიდუმლოება და მადლის მატარებელია და ის შენდობაც და ისაც სწორედ მონიჭებული აქვს რომ დერმაც უფლის აღარ რა თქმა უნდა აღასრულოს მდერ მოქმედება და ეს შენდობის რო წაკითხვა თუ შემდეგ და ერთმანეთის სულიერ გადარჩენას. ძალიან დიდი მადლობა, მამა, უღრმესი მადლობა ესეთი ლამაზი საუბრისათვის და თუ შეიძლება რომ კითხო პატარა ალექსანდრეს აუცილებლად მართლა რომ აი რა უნდა გავაკეთოთ რაღაცნაირად აი ხო იცი სულ ადამიანი სულ დარჩია პრობლემაში რაღაცაში სულ წინათაც მსგავსი რაღაცა კითხე მაგრამ ეხა ვიცი რომ კიდევ უკეთესად ალბათ მეტყვი სხვა რაღაცებს და რა უნდა გააკეთოს დაიღალა ადამიანი რაღაცნაირად და რას გვირჩევს შენ აი რო იღლები ხოლმე რაღაც აი რას აკეთებს ადამიანი და რა აი როგორ უნდა იმ პრობლემებს როგორ უნდა გაიქცეს რასაც აი ესე ბოროტი რაღაცნაირად აყარის თავზე მე პირადად ვაკეთებ ხოლმე უბლის ოსოს წაყიდა უფალს მივართავ რა ასე მომაშორს და მაშინ შორდება ხოლმე და აი ვისაც მაგალითად ეს ცუდი ასე მოდის მაგალითად აი ბეჭო ყოფილა შეთხოვა რომ
ისეთი ასე მოსულა რომ ეხლა მოდი ეს რომ ამან რომ გამაბრას წავალ და ეხლა მე ამას მაგალითად რამე სულზავანა სამაგიერს გადახდა და მე რო უკვე იმუშები რომ აი რო ანალიზებ რო უკვე რაღაცა ისე არ არის და ისა უკვე უფას მიმართოდი ესაჭერდება და მე ვურჩევდი რომ მაგალითად ვისაც აქვს გავსი პრობლემები მაგალითად ასე ცუდი მოდის მაგალითად აი ვინმესთან მაგალითად ვინმეს არა უშავს მაგალითად ვინმე უნდა რაღაც დაუშავს ან სამაგიერო გადავხატოს მე ვურჩევდი რომ უფას მიმართოს და აცუდი აზრების რომ არა უშავს წყალი ნეტა გქონოდა ხო უფას მიმართოს და ყველაფერი მაშინვე გავა ხო აუცილებლად ღმერთს უნდა ვთხოვოთ ხო თავარი ჩვენი ფარი არის რა თქმა უნდა ყველა ბრძოლებთან ეს ბრძოლებიც უბლის ნებართვიდა რომ როგორც თქვა რომ სპორტზე არა უშავს მამო ისე რა ქვია თუ შეიძლება კიდე 1-2 წუთი თუ დაგვარიგებთ და დიახ აი გიორგი მე და ძვირფასი წამები დავკარგეთ რა ხელება აუტყდა რა იმიტომ მე მადლიერება გამოხატე უპირისმად ყველა თქვენ ყველას სახელი და აგერ ახლა ეს მართლაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდია დიდ მარხვა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პერიოდი ადამიანისათვის იმიტომ რომ ეკლესიური ცხოვრების წესი იძლევა მთლიანობაში ტიპიკონი და სულ გადადის აი მარხვის სიმაზე ტიპიკონზე და მთელი ის საკითხები შინაარსობრივადაც ეს ყველაფერი აგერ პირველ კვირას იკითხება სწორედ დიდი კანონი ხო სინანულის დიდი კანონი ანდრია კრეტელის და მთელი ამაზე აგებული რა ერთხელ ამას ჩაუყრდები გაიაზრებ არასეულს ადამიანში რაღაცა ცვლილება არ გამოიწვია შინაგანად და სინანული არ აღძრას და აი ეს არის სწორედ მიზანიც ამ ყველაფერზე და შევთხოვოთ უფასო ეს მარხვაც ვისაც არ უმარხულია თქონა იქნება რომ მარხვა დაიწყონ მივიდნენ ტაძრებში იმიტომ რომ ჩვენ უყურებთ რომ საერთოდ მექანება 21 საუკუნეში მთელი კაცობრიობა ფაქტობრივად ჭეშმარიტ ღმერთი დაივიწყეს და მადლობა ღმერთს საქართველოს ქართველი რას თუ ისე მე დავასახელე წმინდა გიორგი თაცმიდეს როდესაც ბრძანა რომ როცა მიიღო ქრისტიანობა ჩვენმა ერმა არ გადაუხვია არც მარჯვენა არც მარცხნა ამა გადაგვარჩინა ამა მოგვიყვანა და ეს მართლაც საოცრებაა იმიტომ რომ რო არა განსაკუთრებული ღვთის მადლი და წყალობა დედა ღვთისმშობლის და სხვა წმინდანების რა თქმა უნდა ეს ძალიან რთული იქნებოდა ამის და თუნდაც არსებობაც კი ამიტომ შევთხოვოთ ყველას ვთხოვოთ რომ დავიწყოთ ეკლესიური ცხოვრება და ეს მართლა ყოფილიყოს სინანულის და ადგომა კიდე სიხარულს დიახ და აი რა რო არ ვინანოთ ალექსანდრე შენც გითხარი რა უნდა გავაკეთოთ ეხლა ჩვენ ცხოვრებაში რომ რაღაცა მე სანანებელი აი რაღაცა ხო გაგიკეთებია მე რო გინანია ან გიდარდია რომ ეს რატო გავაკეთე რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის სხვა ადამიანები ეხლა მე ჩავთ მაგალითად სიტუაცია უნდა წარმოვიდგინო რომ ეხლა მე მაგალითად აი რამე თუ გეჭვება აზრების თქვა გინდა უნდა დაფიქრდე რომ ეხლა მე ამას ხო არ ვაწყენებ და რო დაფიქრდები უკვე და ისე იტყვი უკვე ყველაფერი კარგად იქნება ძალიან დიდი მადლობა ალექსანდრე და მამო მადლობა ძალიან დიდი მადლობა შენ მშობლებს იმ ადამიანებს ვინც რა ვიცი თქვენს ირგვლივ მამო თქვენ არაჩვეულებრივ მეუღლეს იმ ადამიანებს მოვიკითხავ რომლებიც აი ესე რაღაცნაირად ჩვენს ირგვლივ არიან მართლა თქვენი თავი ძალიან დიდხანს მიცოცხლოს ღმერთმა იმიტომ რომ ძალიან მეიმედებით ყველანი მამა გიორგის აუცილებლად თავი თქვენ ხართ ჩემი ერთი დიდი ოჯახი რომელიც რა ვიცი უთქვენოთ ჩემთვის არც მზე ამოდის და არც ღამდება ხო კარგად ხარ ალექსანდრე თავი ცოტა გაციებული იყო და აი ესე რაღაცეთ მოგვიწია რომ ეს ხელება აგვიტყა მაგრამ არა უშო სამწუხაროდ ჩემ და წყალი აი არ ჩამომიტანია შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ შენ გენაცვალე ძალიან დიდი მადლობა ულამაზეს ესეთი პასუხებისათვის ყველას გემშვიდობებით შაბათ-კვირას გავა ეს გადაცემა კვირას გავა უბრალოდ საღამოს აუცილებლად განმეორებით მე გახდით გიორგი დარასელია ალექსანდრე თუ დაიმშვიდობები ხალხს და ხონდის და მადლობა მოწვევისთვის. მადლობა შენ პირიქით და ბედნიერებას გისურვ ყველაფერ კარგს და მადლობას გიხდით ყველას
სმენელს რა თქმა უნდა და ბედნიერებას გისურვებ და არასდროს ხელი არ ჩაიგებთ არაფერზე, იმიტომ რომ ყველაფერს აუცილებლად რაც ჩვენ წინააღმდეგ ბოროტმა დაიწყო, ჩვენ ყავს პატრონი ღმერთი და აუცილებლად ის ღმერთი ამ ყველაფერს მოერევა და აუცილებლად გამოგვიყვანს სამშვიდობოზე. ეს იცოდეთ, ღვთის იმედი არ დაკარგოთ. არასდროს კარგად ზანდებოდეთ გემშვიდობებით, აუცილებლად კიდევ ერთხელ მოგიკითხავთ პატიმრებს, განსაკუთრებით და უცხოეთში მყოფ ქართველებს. კარგად ზანდებოდეთ და დროებით. მადლობა.